санузел. დიდი უნებათა ღელვა გამოიწვია უკრაინელი ჯარისკაცების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ვიდეომ იმ საშინელ პირობებზე, რომელთა ატანად ჯარისკაცებს უხდებათ. ისინი ზოგჯერ დღეების განმავლობაში გზავრობენ ისეთი მატარებლებით, რომლებშიც არ არის შესაბამისი გათბობა, სანიტარული პირობები და საწოლები. სოციალური ქსელით გავრცელებული ერთ-ერთი ჯარისკაცის სამოყვარულო კამერით გადაღებული ვიდეო ასახავს იმ საშინელ პირობებს ერთ-ერთ სამხედრო მატარებელში, რომლის ვაგონის იატაკზე გაკეთებული ნახვეტი ტუალეტის მოვალეობას ასრულებს. Вот это вот явно люди отдирали от стен все горючее, все же может гореть, чтобы можно было отопиться как-то и себя согреть. ჯარისკაცმა ოლექსანდრ გალკინმა, რომელსაც ეს ვიდეო გადაიღო, ამ მატარებლის ვაგონში 2016 წლის დეკემბერში 3 დღე გაატარა. ჯარისკაცი აცილებდა სამხედრო აღჭურვილობას მიმავალს ოდესიდან აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც სამთავრობო ძალები რუსეთის მიერ მხარდაჭერილ сепаратистებს ебзують. Під ковдрою сніг, то що там щілини з підлоги. Мій товариш взагалі приїхав з ангіною, бо це не дивно, 3 доби при мінусовій температурі, тоді була температура -8, -12, от в таких от рамках. Лишний аккумулятор вытащили из машины. ვიდეოზე ჩანს ასევე მამაკაცი, რომელიც განათლებისათვის მანქანის აკუმულატორს იყენებს. უკრაინის სამხედრო უწყებამ კი გამოძიების დაწყება გამოაცხადა. Ми розберемось, що це за на якій це ділянці, хто надавав даний рухомий склад для того, щоб виставити штрафні санкції тій залізниці, яка надала даний рухомий склад. Це перше. Друге, у нас у даному розслідуванні були з'ясовані причини, хто ж допустив до перевезення варти в такому вагоні, який там знятий і показаний. მაგრამ ეს არ არის განყენებული შემთხვევა. სხვა უკრაინელი ჯარისკაცების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ კიდევ ერთ ვიდეო მასალაში ანალოგიური პირობებია ასახული. აი როგორ ტრანსპორტს გადახავს უკრაინის არმიის პირადი შემადგენლობა. ვიდეო გადაიღო ჯარისკაცმა ფსევდონიმით მაჩო, რომელსაც უკრაინაში ამ ვაგონით 5 დღის განმავლობაში მოუხდა მგზავრობა. В вагоне теплушки были условия нечеловеческие. Там находилась дырка для туалета в углу. Вагон не был отапливаемый, потому что была буржуйка разбитая. Были нары деревянные, на которых лежало сено. Сено было сырое. დაახლოებით 2 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინის სამხედრო უწყებამ ჯარისკაც გალკინის ვიდეოს თაობაზე გამოძიება დაიწყო. 17 თებერვალს უკრაინის მთავრობამ განაცხადა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სამხედრო პერსონალის სატრანსპორტო პირობების გაუმჯობესებაზე იზრუნებს. თუმცა ამ განცხადებამდე გამოძიებლები რიგით გალკინს და მის მეგობრებს ესაუბრნენ. В цілому по змісту там було вказано, що у нас, по-перше, на відео видно, що у нас їжа зберігається не по нормам перевезень, дуже не по нормам. На відео видно, що ми вдягнені не за статутом. І третє, що ми матюкаємося на відео, що взагалі ганьбить світлий образ українського воїна. О, открылось, молодец. ეს ვიდეო კადრები ნამდვილად არ უმაგრებს იმის უკრაინის არმიას, მაგრამ მათმა გამოქვეყნებამ შესაძლოა შექმნას იმ პირობების გაუმჯობესების შესაძლებლობა, რომლებშიც უკრაინელი ჯარისკაცები აღმოჩნდნენ.